მოდი. როგორ ახლა? კარგად შენ? საათი გზაში გავატარე მხოლოდ იმისთვის, რომ ანზორ მექვაბიშვილის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩები ახლდან მენახა. ეს არის ისტორია, რომელიც თავიდან ბოლომდე თქვენთან ერთად გავვლით. წავედით. რა აი ისიც მოდით ახლა გავსაჯოთ. ბევრ ადგილას ნამყოფი ვარ, მაგრამ აუ ეს მაგარი. რას ფიქრობ დღევანდელ თამაშზე? ფიქრობ დღეს საოცარი მატჩი იქნება. როგორ ფიქრობ ვინ მოიგებს? კრაიოვ არა? რა თქმა უნდა. მექვაბიშვილი იმედი მაქვს დღეს მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იქნება. როგორ ფიქრობ გაიტანს? მე მჯერა. ამ თამაშისთვის ძალიან მზად ვარ. ამ თასის მოსაგებად მზად ვარ. რას ფიქრობ ანზორ მექვაბიშვილზე? ის საუკეთესოა. დარტყმაშიც საუკეთესოა, პასით საუკეთესოა. ის მოედანზე საუკეთესო ფეხბურთელია. იმედია რომ დღეს მისთვის რუმინეთის პირველი თასი იქნება, არა? კი. ამ კვირაში 2 თასს მოვიგებთ. 2-0 for us. 2-0, okay. 2-1 for us. 2-1, you? 2-1. 2-1. წარმატებები. დაი მეგობრებო, ის თასი რომელიც დღეს ჩვენს ხელში იქნება, იმედია, უფალო გაგვეხმარე პირველი თასი ანზორ მექვაბიშვილისთვის. Are you Vinicius Junior? No. ამ მოგზაურობის სპონსორი ჰაბსია და სწორედ მათი მხარდაჭერის დღეს ვიმყოფებით რუმინეთში, სადაც ანზორ მექვაბიშვილის ისტორიულ მატჩებს თქვენთვის ვიღებთ. რუმინეთში როგორ გზნობ თავს? რაღაცნაირად ჩვენ გვანან, მაგრამ მაინც ოდნავ მაინც განსხვავებულები არიან და მისე ჩვენ ვიყო თავიდან. კარგი ხალხი ცხოვრობს, ფეხბურთი უყვართ ძალიან. მეხმარებიან ყველაფერში. Yes. Sorry. Yeah, no, you. Good luck for Sunday. Thank you. 35 წელია გუნდი არ ყოფილა ჩემპიონი. Bravo. Hi, Sunday victory champions. Hi, dică se poate. Hi, Creva. Hi, bye. Ciao. გუნდისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია. ძალიან ჩართულია რა მთელი ქალაქიც, მედიაც, კლუბიც, პრეზიდენტი, კარგი ატმოსფეროა შექმნილი. კარგი გუნდი ვართ. ეს მთლიანი წლის განმავლობაში გამოჩნდა და რა თქმა უნდა, მარტივი არაფერი არ არის. კი გვაქვს ეს ისტორიული რაღაც, მაგრამ ყველას ხო იცი, ყველას თავისი ისტორია აქვს. ფიქრობ, რომ შენს დაწერ შენ ისტორია. ვცდილობ, რომ ჩემი ისტორია დავწერო, რა თქმა უნდა, კლუბს 35 წელი არ მოუგია. ნუ ეს ზეწოლა არ არის რა, ხო ხტები? კი. პირიქით გამოწვევა ჩვენთვის და სასიამოვნო გამოწვევაა და. What is it, show me? Sud Craiova. Forza. Igo frigider laptop. This is for Okay. for tea. Okay. It's like სტიკერია? sticker. Okay. ევროპაზე შენი კერპის წინააღმდეგ ნათამაში რონალდოსთან. უბრალოდ აი მაგ დროს რო გადიოდი. რა გზნობდი? აი რო დაინახე რა რონალდოს წინააღმდეგი თამაშები. ვიცი რო გადიხარ მაგ დროს უკვე მარტო შენ ნაკრებზე ფიქრობ. აი ზუსტად შენ კარგად ხსნი რა, აი სტადიონზე რო გადიხარ, ხო რონალდო არის ჩემი კუმირია. ვიზრდებოდი, პლაკატები მქონდა გარაჟში, ყველგან გამოკრული, ყველგან აი არ ვიცი, ყველგან ფორმები, ის ვიდეოები სულ მაგაზე ვიზრდებოდი და ვცდილობდი რომ ასე ვთქვათ მიმებაძა, ჩემთვის მისაბაძი ადამიანი არის და გავიგეთ რომ ჯგუფში პორტუგალია ყავდა. რა თქმა უნდა გამიხარდა, როცა შენ თამაშობ იმდენად დიდ სიამოვნებას იღებ და რაღაცა, აი ყველაფერი გავიწყდება და წარმოიდგინე რონალდო იყო იქ სტადიონზე და აი უცბად ვერ ვფიქრობდი რომ რონალდოზე თამაშობდი რა. ბედნიერი ვარ რა თქმა უნდა. იმედია კიდე შევხვდებით სადმე. მაგრამ ისეთ ფორმაში არის რონალდო შეიძლება. ხო, 45 წლამდე თამაშობს. თამაშის მერე იქ ნახე მაშინ ნერვიულობდა რონალდო. თან რომ მოვიგეთ, აი რავი, რაღაც მაგარი. თან ისტორია დაიწერა საქართველოს ფეხბურთში. და ის გზნობა პატარა ბავშვთან, რომ ჩამოდის ესეთი დონის. ალბათ ის გზნობა ყველაზე მაგარია რა, უცბად აი ემოციების იმასის იმ მწვერვალზე ხარ, როცა შენ კუმირს ავოდები და როცა დაინახავ და გადის
წლები და შენ გამოდიხარ მაგის და წინააღმდეგ და ზაგზეა. უგებთან. უგებ ხო რაღაც ხო, ეს მე მგონი ზღაპარშელია, ეს ჰოლივუდის ფილმია რა დაწერილი რა. ძალიან ბედნიერი ვიყავი რომ მე ბიჭებთან ერთად ვიყავი, იმ ოჯახის ნაწილი ვიყავი და დღესაც ვცდილობ რომ რაც შემიძლია უკეთ და უკეთ მივიდე ნაკრების შეკრებებზე და უკეთ და უკეთ ვიყო ყველასთვის. კრაევოს კარში საკიმატო დარტყმა! გადავრჩით. აიმე! გოლს აგდებს კლუჟი. თამაშგარე, აბარა! ჩვენი ბრატი ხურდება და იმედია მალე გამოვა მეორე ტაიმში. გავიდა აბარა! ეხლა იქნება შოუ. მie! მიდი! კაია! პირველი დარტყმა ანრისგან. კაია! დარტყმა! ვახ შენი! ჯიგარი ხარ ანზორ! აქ რა ხდება? ხუბი! ორჩა და პენლებისკენ გადავდივართ მეგობრებო. გამორბენი! დარტყმა გოლ! გამორბენი და გოლი. 1-1. გოლ! გოლ! კაია! გამორბენა! დარტყმა გოლ! ვაიმე შენი! მექვაბა მიდის ბურთთან. მერტო დაეხმარე, მერტო. უფალო დაეხმარე. უფალო ხო. გამორბენა! Yes! ანზორ, ბრავო! მადლობა ღმერთო! ადრე არ გადახტე რა ზმურად! გამორბენა! დარტყმა! ვაუ, შენი! გიძმა! გამორბენა! კარგია! აბარა! როგორ შემომხედა, მეკარემ შემომხედა, მე მგონი იგზნო რო იღებს! გამორბენა! ვაუ, აიღო! ანზორ მეკრობიშვილმა მოიგო 100 რუბინეთში! ადი! აბარა! საქართველო! გროშამა! სამ დღეში ისევ ამ გუნდს ეთამაშებით და შეგიძლია მეორე 1000 მოიგო უკვე ზედიზედ. ხო, ის რაღაც ისტორიული მომენტია, კლუბს 35 წელი არ მოუგია ჩემპიონატი და ყველა იქ იქნება აუცილებლად სავსე იქნება და ვფიქრობ, რომ კარგი გარემო, კარგი თამაში უნდა გამოვიდეს. ხო იცი რა დღეა დღეს? კი, თასების სულთა თასი და ერთი თასი მივამატეთ კიდე. ბაზაზე ვარ და ეხლა გაჩვენებს შიგნიდან როგორ ემზადება კრაიოვა. ყველაზე საუკეთესო გუნდი რუმინეთში. კი. ხო. აი, 35 წელია ხო რაღაც ჩემპიონობა არა? კი, 35 წელია ჩემპიონები არ გამხდარან და ანზორი ჩამოვიდა და ეხლა თამაში გვაქვს ეხლა წინ. ყველაფერი იქნება. თამაშს. აი ავტობუსიც. ოი, sorry. ახ რა ხდება აქ? ჩემპიონის სახე ეს მე მინდა ხადა. ეს ბავშვებმა გამიკეთეს, აქ ჩემოფანებმა. აი უკვე სადაა 5 ნომერი უკვე. ლეგენდები გაიჩნდეს. ისინი წავს ბიჭებს აგერ. ხაჯი სადაა რა ხაჯი? ხაჯი არ ხომეთ. აი ნო ხაჯი. გიორგი ხაჯი. ვა, ეს ნახე. ეს ჩვენ ისინი მოსწონს. ბიჭო, ნახე. ეს 2012-ია მე მგონი. ისინი შვებიან. აუ, ესენი მე მქონდა, მე, მაგრამ ესენი მქონდა, ხო იცი, სტაფილოსფერი და შავში რო გადადის. კი, ძველი მოდელები მოსწონს ერთი. ეს იმის ნეიმარის პუმები. ვა, ეს ნახეთ მეგობრებო. AM5. AMG აკლია ხო? Mercedes-ის. მან კომპლექტზე გადავდივარ. ანუ უფრო Adidas-ები ხო? კი. Adidas-ი, ამას კონტრაქტი გამოგზავნეთ რა თქმა უნდა. ფავორიტი შოური მოედანი გვაქვს, ეხლა ახალ ჯიმს აკეთებენ. კაი ბაზარი. ის პატარა გახურვებისისა?
იმასაც იყენებენ ხოლმე, იქ კიდე ქვიშის პატარა მოედანი არის სავარჯიშოდ. სტადიონები და თვითონ ისინი ძალიან კაი ხარისხის და ის არის ზამთარშიც, ხო ისი როგორცაა ხოლმე ზამთარში რთულია მოვლა, მაგრამ რავი, ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია მაგ ხრივ, რომ აქ ზამთარი როგორ არის? ცივი არის, საკმაოდ ცივი არის, მაგრამ ისე არ არის, რომ აი ვარჯიში შეუძლებელი იყოს, ხო ხტები ანუ? ანუ თოვლი არა. თუ ეხლა ძალიან გაყინული არა, მაშინ თუ გაყინულია, დიდი ბაზა აქვს კიდე აკადემია, როგორც აი საქართველოში? არა, საქართველოში დინამოს სავით რო არის რა, უბრალოდ ხელოვნურზე იწევს ხოლმე ვარჯიში, იმიტომ რომ ხანდახან არის ხოლმე -7, -8 გრადუსები. ვა, გავათამაშოთ თუ? თუ გინდა გავათამაშოთ, თუ გინდა დაიწყო, როგორც 1000 ლაიკი და გავათამაშებთ. ეს არის მოკლედ კონვერტებით ესე, კონვერტში დევს ხოლმე სურათებს გვიგზავნია ხელმოსაწერად და ხოლმე რომ უკან გავგზავნოთ ხოლმე რა. პოსტით ხო? პოსტით აი მისამართები ყველაფერი წერია და აი გერმანიიდან არის ეს რა. ახატი და რაღაც ბავშვებს ძალიან უყვართ რა, აქ ფეხბურთი და ცდილობენ ხოლმე პატარ-პატარა საჩუქრები ჩვენს ფუქცია. თამაშის მერე ერთ ბიჭს შეუპირდი, უბრალოდ რო გამოვედი და მოვიწყდა გამოტანა. ხო იცი აეროპორტში როგორც ავი, ესე გამოსვლა ძალიან რთულია, თან იქ ავტობუსის მწოლად მუშაობდა. მაგ თავისუფალი დრო მეთქი და ხოლმე მოგიტანა მეთქი და ალბათ არ ცელოდებოდა რა. თუ შენ თუ მიუტან და ჩემ მე წავედი, დილით გავიღვიძე მაგის გამო, ადრე და რავი, აი როგორ გავხარდა იცი პოლიცია დამხვდა, პოლიციამ დაურეკა იმას აქარიო და მოიცავა მოუგლივა რომ გამოიქცა ესე ჩამეხოდა და გაგრას ეხა ჩემპიონები რო გავხდით, ჩემი მაიკით დამხვდა და ხელი მომწერინა და რაღაცა ძალიან ისეთი სიტუაცია იყო. ვცდილობ ხოლმე რომ ჩემი პატარა რაღაცებით გავხარო ხალხი და ძალიან ბედნიერები არიან და კარგი გულშემატკივარია ძალიან ამ ქალაქში. დარწმუნებული ვარ რომ სავსე იქნება. და 95,000 ხა თან გადამწყვეტ თამაზე წესით ჩვენთან უნდა იყოს ყველაფერი რა. ვა, 100 თამაში. ეს რომელ თამაშზე იყო? ეს ორი თამაშის წინ მომცეს. ოფიციალური თამაშები ჩავატარე. ჩარჩოში ჩამოკიდებს სახში ვეჭველი ხო? კი. ხო, მაგისტრის მომზად. See, I have a new transfer. But no number 5, number 10. Change of banner. ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის წინ, რომელსაც კრაიოვო 35 წელია ელოდება, გადავწყვიტე ანზორისის პატარა გახურება მომეწყო. მას 5 ჩელენჯი შევთავაზა. რამდენად ზად არის ისტორიული მატჩისთვის? ნახოთ, ვინ გაიმარჯვებს, მე თუ ანზორ მექვაბიშვილი. წავიდა. ერთი, წავიდა. ვიდი. Ole! Pressure? What pressure? Big pressure. Come on, brother. წავიდა. Bravo. Yes. Yay! Pressure. What pressure? Yes. Tell me, Pressure. ორივე. ეხლა ცოტა მაგრებს დაუშვებ და ნახავ. ვა! შეაგდო ეხლა ყველა და რა ვქნა. მე მგონი ერთი არ გაუტანია. Easy! მე მგონი ფრია. ხო? უეჭველი? მე მგონი ფრია. იყოს, მე გადავხედავ. მე გადავხედოთ ვარს. ოკეი, დავიდა. ვაა! აი! არა! ეთქი მივწდები. ეხლა უნდა მოვიგო. დათხარ? დავედი. ვაა! მიწუდა! He touch! ვაა! ეს არის. სამი. You a striker or midfielder? Oh, ნახონცელი ოზილა. Haydi Marco. Whoa! Incredible. Oh no! Incredible. Come on. Post. No way. You should score 2. Come on, Marco. Yes, 1. One more, Marco. Ay! You almost. Felipe, maybe you can try this. He's very good. Very good. Technical. Very he close, needs physics need, but. Yo! Aha! Yes! Aha!
Vamos! ეხა მაკრატელას გავსინჯავ, მაკრატელა იმენა. აი, მოიცა. დავა. Yes! Vamos! What an amazing player! What an amazing player! Yes! მარჯვენა. შეაფასე ჩემი დარტყმა და კიდევ ერთი ჩელენჯი, ეხა ჰაერში უნდა გავუშვათ ბურთი, რომ გავარტყათ ბადეს. ანუ თუ მიწას შეეხება, არ იქნება. წავედით. You made it! Okay. Wow, თავով მარა გინდა. მე მგონი შანსი არა მაქვს საერთოდ. ნაკრების ფეხბურთელს ვეთამაშებ, მეგობრებო. ევროპაზე რო ნათამაში აქვს, რონალდოს წინააღმდეგ, წარმოიდგინეთ. უნდა მოვიგო. Ja. Wow, shit. I saved the camera! What a save! Come on! Mamar, ხომაგარი სეივი იყო. მეგობრებო, ეხა ვასწავლე ანზორას AK-3000. მერე თუ გააკეთებს, თავის ილეთს გააკეთებს, თავის skills, რომელიც ევასება და შემდეგ ფეხბურთელს გაუგზავნის challenge, ხო? კი. Wait, okay. Yes. აი ეს უნდა გააკეთოს ეხა ანზორემ და ნახოთ თუ გამოვა თუ არა. და რომ მოტრიალდები, აი შენი მხრიდან. მარცხნა ფეხი ესე გავუშვი. აი. და ცოტა გადმოვარდება აქ ხარ. რო გადმოვარდება, იქ ხო გააკეთე უკვე. მაგ დროს არის ადო რაღაც რა ეს მოიქნიო. უბრალოდ დაელოდე რომ შეეხოს და მე Nope. ვაიმე! Nope. აი აღჩები. ჯერ აგდე და მე მოტრიალდი. ვაიმე, აიყო. ჩავთვალოთ რო გააკეთო მაგარია. ეხლა გამოწევა მეგობრებო ნაკრების ფეხბურთელებს. გამოვიწევ კიტეს, ქოჩორას და ზუკას. აბა გაიმეორეთ. yaa. ბიჭებო. თუ შეგიძლიათ გაიმეორეთ. აი მეგობრებო, ანრის ხელმოწერილი მაისური. მოდით, თქვენთვის. ამ ისტორიულ მატჩში ნათამაშებ მაისურს Instagram-ზე გავათამაშებთ. გამოიწერეთ ჩვენი გვერდები და დაელოდეთ პოსტს. The cameraman. ნახეთ რა ხდება. 35 years you are waiting for this game. Cea mai bună echipă din România, cu cel mai bun mijlocaș al României, Anzor. Și seara asta va fi 2-1 pentru Craiova. I think this is a special night today, right? Normal că e cea mai specială noapte și vom face samba ca la Argentina în seara asta. Toată Craiova va fi în sărbătoare pentru un titlu bine așteptat și meritat, zic eu, după cum a decurs tot campionatul din Liga 1. So if Craiova win today, you will not sleep? No sleep. ისტორიული მომენტი ქალაქისთვის, კრაიოვასთვის. აზორი მეკვაბიშვილი დღეს დასწრეს ისტორიას. Lumea titlul e în bănie, toată lumea știe. Thank you, Marco. You make the best assist now. დაი მეგობრებო, უკვე აქ ვარ სტადიონზე პირველად ვარ. ნახეთ რა მაგარი სტადიონია. სადღაც 32000 ეტევა. ფასი უკვე კრაიოვაშია. აქვე უნდა დარჩეს. კრაიოს კომაგები რეებს აკეთებენ, ნახეთ. ძველი ფეხბურთელები ამბობენ, რომ ერთა ლიგა რო ყოფილიყო მაგ დროს, მაგების დროს, ეგენიც გავიდონენ ევროპის ჩემპიონატზე ამ სოფლიოზე. როგორ ფიქრობ, ეს ერთა ლიგა რამენაერად ეხმარება ეგეთ ქვეყნებს, როგორც ჩვენ საქართველო, როგორც სხვა ქვეყნებს? თან ეხლა შეცვალეს მე როგორც ვიცი წესები. იმიტომ რომ რაღაც მე მგონი C და D დივიზიონის გუნდები ვეღარ გადიან ისე ეგრევე ევროპაზე. ამიტომ
არც ისეთი მარტივია რა, როგორც რა თქმა უნდა, ეხლა როცა ესპანეთზე თამაშები და როცა მაგალითად საბერძნეთი ავიღოთ, დიდი განსხვავება არის. რა თქმა უნდა, ძალიან მაგარი ფეხბურთელები თამაშობდნენ და ალბათ მათაც ეკნებოდა შანსი რომ გასულიყვნენ. ყველას თავისი დრო აქვს, რა დღეს ფეხბურთი განვითარებულია, მაგალითად, ეხლა ბოსნია გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე. ესეთი ნაკრებებიც უკვე გაიზარდნენ და ძალიან ბევრი ფეხბურთელები ყავთ ტოპ ლიგებში და არც ისეთი მარტივი არის თამაში. აღარ არის მარტივი ყველასთან ესე გახვიდე და ადვილად მოიგოთ, ან მით უმეტეს საერთაშორისო დონეზე რა. ჩვენ გვერდში არიან ზოგი მაგალითად საქართველოს ფედერაციაში მუშაობს, ზოგი ჩვენთან ერთად მოდის ხოლმე შეკრებებზე და ძალიან ბევრ რაღაცას ვსწავლობთ ერთმანეთისგან და ნორმალური პროცესია და ვფიქრობ ეს ყოველთვის ესე უნდა გაგრძელდეს, რომ ეს თაობათაც სვლა და რაღაც გაკვეთილები რაც მაგალითად ისეთი გამოცდილი ფეხბურთელებისგან როგორც აი კალაძე, არველაძეები, რავი კობიაშვილი, კეცბაია, იაშვილი თამაშობდნენ და მათგან ყველა რჩევა, ასე ვთქვათ, პლუს 1 ნაბიჯი არის ნებისმიერი ფეხბურთელისთვის და სამწუხაროდ ლიგა, ეროვნული ლიგა ჯერ არ არის მაგ დონეზე. კეცბაიამ ეხლა ხან თქვა ინტერვიუში, რომ ჭირდება ვინმე მილიონერები, ვინც ჩადებს ფულს თითო გუნდებში. როგორ განვითარდეს ლიგა? ვფიქრობ, ყველა პატარამ ჯერ პირველ რიგში უნდა ითამაშოს უმაღლესი ლიგა და ნახოს რა არის უმაღლესი ლიგა და აუცილებელია რომ კი როგორც ამბობენ ხოლმე რომ ეგრევე არ უნდა წავიდნენ პატარა ფეხბურთელები, უბრალოდ ისინი იმიტომ მიდიან რომ განვითარება უნდათ და უნდათ რომ რაღაც წინ და წინ ნაბიჯები გადაიდგას. მეც დავეთანხმები კეცბას, იმიტომ რომ ფინანსების გარეშე განათლების გარეშე, მენეჯმენტის გარეშე და აი როგორი განათლების იცი, ანუ ეს განათლება ზოგადი სიტყვა, მე მწვრთნელებსა და იმას კი არ ვეხები, ანუ საფეხბურთო განათლებას. უბრალოდ განათლება ფეხბურთი იმ დონეზეა მისული, რომ ან ფიზიკური მომზადების, სამედიცინო მხრივ, ანუ ვიტამინები, რაღაცები, რაც ფეხბურთელებს ჭირდება. ფიზიკურად ვფიქრობ, რომ არ ვართ იმ დონეზე. სადაც ევროპელები არიან. ეგ მხარე ძალიან გამოსასწორებელი გვყავს. ძალიან მაგარი ფეხბურთელები გვყავს ბურთთან ერთად. ანუ ევროპაში უფრო დინამიური ფეხბურთი არის. ჩვენთან უფრო ბურთთან ერთად გვინდა თამაში და ტექნიკური ხო? ხო, ტექნიკური და აქ უფრო პირდაპირ გახსნილი თამაშები მიდის ევროპაში. ახლა კონფერენს ლიგას ვითამაშეთ და ზუსტად იგივე სტილის ფეხბურთი არის, ორმხრივი შეტევები არის, სულ გახსნილი თამაშია და ფიზიკურად თუ ხარ კარგად, ვფიქრობ, რომ არ გაგიჭირდება, არავის არ გაუჭირდება თამაში. ფეხბურთის გვერდზე თავისი ცხოვრება აქვს და თავისი ცხოვრებაც დალაგებული უნდა გქონდეს, რომ შენ მთლიანი ფოკუსი გქონდეს ფეხბურთში. ზოგი ფეხბურთელი ისეა, საქართველოს ჩემპიონატში მიდიან ხოლმე და ვერ თამაშობენ. მე მიდიან სხვაგან და მაგრა თამაშობენ. იმიტომ რომ არ არის მარტივი სათამაშო. ლეგიონერები განსხვავებას ვინც ქმნიან, უფრო მარტივია, მაგალითად აი ყარაბაღი როგორც აკეთებს, ძალიან კაი ლეგიონერები ყავს, ძალიან კაი მწვრთნელი ყავს და ყოველთვის არიან ჩემპიონთა ლიგაზე, ყოველთვის არიან ევროპა ლიგაზე და იმის იქით ახლა 1-2 გუნდი არის და დანარჩენი გუნდებიც ისე არის. აი სომხეთში ნოვა როგორიცაა მაგალითად. ყარაბაღი კი შენ რო ახსენე, კარგად ვითარდება ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს ყველაფერი, მაგრამ ნაკრები ძალიან ცუდ მდგომარეობაში არის. ფული ჩაიდება საქართველოს ჩემპიონატში და ლეგიონერები მოვლა, აი კაი ლეგიონერები რო ვთქვათ ახლა. მაიქნება თუ არა საშუალება მაშინ ქართულ ფეხბურთელს განვითარდეს და შეუძლებ თუ არა ესე წასვლა ევროპაში, როგორც ეხა თქვენ აკეთებთ. აი მაგიტომაც აზერბაიჯანის ლიგა ლეგიონერების ხარჯზე არის რაღაც მაღალი ის რა და მაგრამ თვითონ აზერბაიჯანელები უკვე ხო ან არ არიან ისეთ დონეზე. დრო გავა და მე იმ მაგარ ფეხბურთელებთან ერთად, მაგარ ლეგიონერებთან ერთად ქართველიც უფრო და უფრო მოუმატებს. მარტო ლეგიონერის ჩამოყვანა არ იქნება ეს, ანუ რაღაც ჯამში მთლიანად ალბათ რაღაც ერთი ნაბიჯით რო ავიწიოთ, ვფიქრობ, რომ აი ყველა სფეროში, რაც კი ფეხბურთთან ახლოს არის, რაღაც პატარა ნაბიჯები უნდა გადაიდგას წინ რა. როგორ აკეთებენ მაგალითად ევროპაში, რატო გამოდის ევროპაში და ჩვენთან არ გამოდის. რუმინეთი და საქართველო ძალიან დიდად ესე არ განსხვავდება რა, ანუ ნაკრების დონეებითაც და ისე ჩემი აზრით. დღეს უბრალოდ რო ნახოთ შიდა ჩემპიონატში რამდენი ხალხი მოდის და იყავი ახლა ფინალზეც, ალბათ გული დაწყდება ყველა ნებისმიერ ქართულ კომაკს, როცა ჩამოვა აქ და ნახავს რომ აქ რა ხდება და საქართველოში რატო არ ხდება რა. რუმინეთში დადიან ფეხბურთზე და საქართველოში არ დადიან. აი რა არის მიზეზი? ლიგა ბევრად მაღლა დგას ახლა რუმინეთის ლიგა საქართველოს ჩემპიონატზე. რა თქმა უნდა, შედეგებითაც არ მინდა რომ არც ერთ ქართულ გულშემატკივარს არასდროს არ მithქვამს და არც ვიტყვი ეგეთ რაღაცას. პირიქით ვიცი რომ არა, ნაკრებზე ჩვენ დადიან. ხო, გიჟები ვართ. მე ვამბობ ახლა ნაკრები ხო, ნაკრები ეს არის ქვეყანა, ნაკრები ეს არის ჩვენი გულის სისხლი. დინამო თბილისიან, ქუთაისიან, რომელიმე ქართული გუნდი რო გავიდეს კონფერენს ლიგაზე
პლეი-ოფში რო გავიდეს რამე, შორს რო წავიდეს. კი. დავიბრუნებ? რაღაც პატარა ნაფერწკალი ჭირდება ქართულ ხალხს რომ დაბრუნდეს სტადიონზე რა. იმიტომ რომ მით უმეტეს რეგიონებში, რა თქმა უნდა, თბილისშიც ყველა გუნდს თავისი გულშემატკივარი ყავს. დინამოში ცდილობენ ყველაფრის გაკეთებას, რომ ასე ვთქვათ, ხალხი ნელ-ნელა დაბრუნდეს სტადიონზე. ეხლა კეცბა დაბრუნდა და იმედია ყველაფერს გააკეთებს ისე და გაუმართლებს ღმერთიც ხელს გაუმართავს იმაში, რომ კაი შედეგები გქონდეს. ისეთი მაგარი პროექტი უნდა შეიქმნას რაღაც საქართველოს ჩემპიონატმა ოდნავ აიწიოს, მერე იქ გავიდეთ ევროპის რომელიმე ჯგუფურ ეტაპზე, მერე ხალხი უფრო გაიცნობს, ევროპა უფრო გაიცნობს ქართულ ფეხბურთს. ყველა ცდილობს მაგალითად რუმინეთში, პოლონეთში, ავსტრიაში ჩასვლას, რომ ტრამპლინად გამოიყენოს ქვეყანა და წავიდეს უფრო მაგარ ქვეყანაში, ტოპ 10-ში, არ ვიცი. ჩვენ ქვეყანას მაგის ძალა აქვს, რომ ავიდეს იმ დონეზე, რომ ტრამპლინა ძალიან მაგარი ჩემპიონატი იყოს. ისე რო გითხრათ, ჩვენ ქვეყანას უფრო კარგად უყურებენ, ვიდრე აზერბაიჯანს, აზერბაიჯანიდან ძალიან ძნელია წასვლა. ეს იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ფეხბურთელი თამაშობს ევროპაში. განვითარდება საქართველოს ჩემპიონატი. მაშინ ექნება სურვილი ქართულ ფეხბურთელს წავიდეს ევროპაში. ყველაფერი რო იყოს შექმნილი და გუნდი ისეთი იყოს, რომ ალბათ ანგარიშს უწევდეს ევროპულ კლუბებს, ვფიქრობ, რომ უმეტესი დაბრუნდება, იმიტომ რომ სახლში იქნება საქართველოს ისის თამაშებს და ქართული ფეხბურთისთვის და ქართველებისთვის ორმაგად უფრო მოტივირებული იქნება. ინსტაგრამზე პოსტს როგორ დებს ნაკრების ფეხბურთელი. დადე? აჰა. ანზორ მექვაბიშვილი. ჩემი სურათიც. აბარა. ყოველთვის ერთად. ანზორ მექვაბიშვილის ინსტაგრამი გამოიწერეთ აუცილებლად. მოდი ავიყვანოთ, რამდენიზე ხარ? 18 და 6. მოდი 30-ზე ავიყვანოთ და მე ნელა 50, 100 და ეგრე. პირველი გოლი გვინდა პირველ 15 მეტრში ბაირამი ბურთი. ჩატოდება საჯარიმოში. დადმა! ერთი დალი! აბარა, ერთი დალი ხაგიტარი! 35 წელი ამას ელოდებოდა ეს ქალაქი! ბაირამი, მექვაბა იპოვე რაზმურად. ჩაწოდება საჯარიმოში. ამიდი, დაარტყი! კიდე ანდრი! კაია! ვახშენი! ანდრიმ კიდე გამშიახტო! კაია ანდრი! მიდი, დაარტყი! დარტყმა! ვაიმე! გუში ვლაპარაკობდით, რომ ტაიმში 2-3 დარტყმა და 1 გავარდება. ორი გოლ! აბარა! მიდი ძმა! ჩაწოდება ვაიმე! ძალიან ახლოს არის შეაგდეს რა. კაია! მie! დარტყმა! ვაიმე! ჯარიმა! დიდელი მარადი კლუჟის ფეხბურთელს! სწორედ თაბსჯის დამსახურებით ჩვენ ვიმყოფებით რუმინეთში და ანზორ მექვაბიშვილის ორ ისტორიულ მატჩს ვესწრებით. ქალაქი ელოდებოდა 35 წელი და ჩვენ ერთად ვართ ისტორიის ნაწილი, იმიტომ რომ დღეს ანზორ მექვაბიშვილი ჩემპიონი გახდება. და დაიწყო მეორე ტაიმი, რა ვიმედია ეს ანდრი შეაგდებს. აუგდო. ჩაწოდება საჯარიმოში. დარტყი! აუცილებლად გამოიწერეთ არხი და დაალაქეთ და 1000 ლაიქზე ხო იცით გავათამაშეთ გურს და ანდრის მაისურს. ევა შეტევა, კაი ჩაგდება. კი მოტრიალდა. დარტყმა! გოლ!
უკვე მოიცვა საქართველოს დროშა. აეროპორტში ვიყიდე და ჩამოვხტანე. First time was the nice, but I have to do it twice. I have good legs, huh? Tell me, are the champion! Aris! Andrei, doping-ზე მიდის, მაგრამ თამაშობდა. ორი სიტყვა. ისტორია დავწერეთ. ორი სიტყვა. მეტი არაფერი არაა სათქმელი. მეხუთე ჩემპიონობა. მეხუთი ნომერი, 5-0. ჩვენ ისტორიის ნაწილი გავხდით. ისტორიის, რომელსაც კრაიოვა 35 წლის განმავლობაში ელოდებოდა. ამ დღეზე ოცნებობდნენ ბავშვები, ადამიანები, რომლებმაც მთელი ცხოვრება ამ კლუბთან ერთად გაატარეს და გულშემატკივრები, რომლებმაც იმედი არასოდეს დაკარგეს. ბოლოს კი დადგა დღე, როდესაც ოცნება რეალობად იქცა, რადგან ზოგიერთისთვის ფეხბურთი უბრალოდ თამაში არ არის. ფეხბურთი ცხოვრება.